ხო. ფუნთუშები ნამდვილი ბავშვობის გემოდი ხაჭოს ფუნთუშები და აი ამას რო გამოაცხობთ თქვენ ბავშვებს რო სკოლებში გაატანთ და რაც მე თქვენ დამლოცოთ იმდენი სიხარული მე და ჩემ ოჯახს აი ეს რეცეპტი არის მუშა ეს რეცეპტი არის ბავშვობა სიყვარული და ჯანსაღი ხაჭოს რო არ ჭამენ ბავშვები ფუნთუშების რეცეპტი ხაჭოსთან აუცილებლად გამოაცხეთ და ისიამოვნოთ ბედნიერი დღე მინდა ყველას გისურვოთ. მოგესალმებით ჩემო საყვარელო მეგობრებო, ხათოს და სანდროს სამზარეულოდან. თქვენ იცით რომ მე მიყვარს ძალიან ბავშვობის რეცეპტები და ეხა აი ძალიან გემრიელი ორცხობილა დაარქვით, თუ გინდა ფუნთუშა დაარქვით. ფუნთუშის რეცეპტი უნდა მოგიმზადოთ ხაჭოთი, რომელსაც აი სულ ამზადებდნენ ჩვენი დედიკოები და ჩვენი მშობლები. და რა თქმა უნდა რეცეპტი არის უმარტივესი, მოზარდსაც რო გამოუვა ისეთი და ამისთვის ეხლა აი თქვენს წინაშე აი უცებ გავაკეთებ და აი ბავშვებსაც სკოლაში გაატანთ, დიდებსაც ძალიან მოგეწონებათ გიждები მარტივ რეცეპტებს, იმიტომ რომ სიმარტივეშია გენიალურობა და მე მხოლოდ მარტივი რეცეპტები მიყვარს. აი ახლა ჩავყარე 5 ცალი მთლიანი კვერცხი, 0 კატეგორია, დიდი ზომის მწიკვი მარილი, რა თქმა უნდა, მარილი ყოველთვის იმიტომ დაამატეთ, რომ აი სიტკბო კარგად გამოიწიოს და გემო კარგად მოკლედ ძალიან კარგია მარილი, როდესაც ცხობაში რა, აი ტკბილ დესერტებს უხდება განსაკუთრებით მარილი. აი ნახეთ შაქარი 200 გრამი, არაფერი არ უნდა ამ რეცეპტს, აი ესე არც მიქსერი უნდა, არც დიდი თქვეფა და გაგიჟება არ უნდა, წამში რო ცხოვრება. ეხლა მაქვს სადილი და ხო იცით თქვენ გრამაჟობით კვებაზე ვარ უკვე აღარ ვწონი, ისე ვიცი ყველაფერი აქ მთავარია რომ არ დაგავიწყდეთ წყლის დალევა და აი 4 საათიანი შუალედი იყოს, შეიძლება ცოტა მეტიც მოგივიდეთ, მაგრამ ჩვეულებრივად მაინც მიხვალთ სასურველ ტონამდე, აი ესე ამოთქვიფავთ. აი ნახეთ, მეტი ამას არაფერი არ უნდა. ეხლა გავუკეთებ 2 კოვს გამაფხვიერებელს, ვისაც არა გაქვთ გამაფხვიერებელი 1 კოვზი სოდა წმრით გავუკეთებ. всё. გადავდგავ ამას გვერდზე, კიდე ამოვთქვიფავ. მსგავსი გემრიელი ფუნთუშა, აი არ ვიცი რამე პირადად ბავშვებს გაატან სკოლაში, აი სასწაულია და უმარტივესი. ზეთი ნახეთ, 2 თითი მოვაკელით 200 გრამიან ჭიქას და გავუშვებ ახლა მეზეც. ვანილი ნაფლუხში რო ვიყიდე, ხო გახსოვთ თეონასთან, სასწაული არომატი აქვს, ლოკაციაც მიდევს და ნახეთ აი ვანილი აუცილებლად აი საოცრად კარგი სუნელები და ვანილი აქვს. ამ სუნელების დედოფალს ვეძახი, დედოფალას აუცილებლად მიდით. აი ესე გამოურიე და ყველაზე მთავარი ინგრედიენტი ეს არის ხაჭოს ფუნთუშები, ხაჭო. აქ არის 300 მილილიტრი, 350 თუ გავუკეთებთ არ გაფუჭდება. ძალიან გემრიელი გამოდის, აი ძალიან გემრიელი. მორჩა, ამას აღარაფერი აღარ უნდა. ახლა კარგად ამას ამოურევ, გაიხსნას ყველა ინგრედიენტი. ერთ-ერთი ჩემი ყველაზე საყვარელი ფუნთუშების რეცეპტია და მარტივი. აი ესე ამოურევთ, რომ მასა იყოს მთლიანი, მეტი ამას არაფერი არ უნდა. ცოტას გავხსნი. მორჩა. წონის შეეცადეთ, რომ წონის გემრიელი კარგი ხაჭო იშოვოთ და იყიდოთ. ასევე ეს რეცეპტი კეთდება ნადუღისგანაც და ნუ აი პირში დნება, აი რომელიც გაქვთ იმით გააკეთეთ, ნადუღისასაც ვაკეთებ ხოლმე ხშირად. გემრიელესია. და ეხლა ჩვეულებრივად ჩავაცრებ ქვილს, თქვენ ვიცი სიზუსტეობა გიყვართ, მაგრამ აი იცით რამდენი უნდა ქვილი, რომ აი დავაბურთავოთ, ზეთიანი ხელებით რომ დავაბურთავოთ, აი იმდენი, სადღაც 3 ჭიქამდე ქვილი დაჭირდება. დავაბურთავებ, დავაწყობ და გაჩვენებთ როგორი გამოვა.
ნახეთ, სადღაც 3 ჭიქა ნახევარი, 4 ჭიქა ქვილი წაგივათ. ინახე 3 ჭიქა ნახევარი. აი, всё, ამას მეტი არაფერი არ უნდა. ეხლა მე ძალიან არ უნდა ჩაგიმაგრდეთ მოკლედ. ეხლა მე ამას კიდე კარგად ამოურევ, აი ესე და ქონს აღარ ჩავამატებ. აი ნახეთ, მასა ესეთი უნდა იყოს. აი ნახეთ. ხედავთ? და ზეთიანი ხელებით დავაბურთავებ, აი უმარტივესია და როგორი გემრიელია. სამსახურში წაიღებთ, თანამშრომლებს გაასინჯებთ, აი უმარტივესია. ნახეთ, აი ისე მორჩა. ეხლა ამას ამოვაბურთავებ ზეთიანი ხელებით და გაჩვენებთ გამომცხვარს უკვე. ზეთი ჩაისხით პატარა ჯამში, ხელი დაისველეთ ზეთში და აი ესე ამოვაბურთავოთ. შეეცადეთ, რომ ერთნაირი ზომები იყოს ბურთების. აი, ნახეთ. როგორი მარტივია. აი, და დააწყებთ ეს. ესე მთლიანად, ნახეთ. გაიწიე ბუჩო იქით. ამოვაბურთავე. ბუჩოს მოხვდება ეხლა. აი. ამოვაბურთავე. ზემოდან აუცილებლად გაჩვენებთ, რას გავუკეთებ. ნახეთ, აი რამდენი გამოდივად უზარმაზარ ოჯახს რო ეყოფა. ეხლა ზემოდან მე ამას არაფერს არ წაუსმევ, არც კვერცხის გულს, უბრალოდ ესენი თეთრი ფერის უნდა იყოს და სეზამის ფანტელს მოვაყრი. ესეც რა თქმა უნდა, ნავთუხის ბაზარში ვიყიდე. იმ თეონასთან, ყველაფერი აქ თეონას მიდით, თეონასთან. შეიძლება. აი ესე. მოვაყრი ყველას. და გაჩვენებთ როგორი იქნება გამომცხვარი. ეს რაოდენობა გამოვიდა 200 გრადუსზე გამოვაწყობ. სეზამის მარცვალი ძალიან სასარგებლოა და გაჩვენებთ როგორი გამოვიდა უკვე გამზადებული.